მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია, მინდა აუცილებლად მოვიტყვი ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახართ, ბედნიერება და სიხარულე მინდა გისურვოთ უცხოეთში მყოფ ქართველებს და იმ ადამიანებს, ვისაც ავიცი ძალიან ბევრი ადამიანი ხართ, ვინც პრობლემა გაქვთ, პატიმრებს აუცილებლად განსაკუთრებით დღეს ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო, იმიტომ რომ ამა დავით ლონდარიძე ყავს სტუმრად და ძალიან საჭირო თემაზე მინდა დღეს გავამახვილო ყურადღება ხიბლის ამბავი, რომელიც ყველა ჩვენთანგანს აწუხებს და ხიბლი ისეთი რაღაცაა, რომ ხშირად ვერ ხვდება ხოლმე ადამიანი, იმიტომ რომ თუ მიხვდები თუ ვინ არის შენი მტერი მთავარი და აი ამ ყველაფერს როგორ დაუწყოთ ბრძოლა და როგორ შევეცადოთ, რომ ხიბლიდან გამოსვლა ძალიან რთულია საერთოდ და მიხვედრაც რთულია, მაგრამ რაღაცნაირად რომ მოვერიოთ ამა დავიც კითხავ ამის შესახებ, რა შეიძლება მამო, აი როგორ შევნიშნოთ ხიბლი თვითონ ადამიანებმა ჩვენში და როგორ აღმოვხვრათ იგი ქრისტიანსკა. ჭეშმარიტად და დიდი მადლობა მომხმარებლებს კვიაცხოვებას გილოცავ ჩემო საყვარელო. მიხარია თქვენ სტუდიაში კვლავ რაღაც მონატრებით რა გარკვეული პერიოდი ვარ მომიწია და მე ჩემს დებსა და ძმებს, სულიერ დებსა და ძმებს მე მინდა კიდევ ერთხელ სიყვარული გამოგხატოთ თქვენი ტელემაყურებლების მიმართ, იმ აუდიტორიის მიმართ, რომელიც ისმენს თქვენ გადაცემას. მსმენია რომ მართლა ძალიან ბევრი ლოდინით მოელოდება თქვენს გადაცემას. მე თუ რამე წვლილი შემაქვს, მადლობა უფასო ყველაფრისათვის. და მინდა აი ჩემი გულის სიხარული გაგეზიაროთ იმით რომ ჩვენ ყველანი ერთი სულისგანა ვართ, ქრისტესგან ვართ ყველანი და გამოსული და იმ იგივე წიაღში ვბრუნდები ჩვენ ამ აღდგომამ კიდევ ერთხელ დიდ მარხვის მე ამდგომ ეგზა ჩვენი გვაჩვენა როგორც გაიარა მაცხოვან ჩვენი ეს არის ჩვენი ცხოვრების გზა და უნდა მივიღოთ ეს ჩვენი ცხოვრების გზა ესე და განვახორციელოთ ცხოვრებაში მაცხოვარი ამბობს მე ვარ გზა მე ვარ ნათელი მე ვარ ჭეშმარიტება და აი ესე უნდა ვიცხოვოთ მარტივად და უბრალოდ ჩემო კარგო მე მგონია რომ ადამიანები დღევანდელი ძალიან ხლართავენ ართულებენ ამ ცხოვრების ამ პროცესს და მე ყოფილი სამხედრო ვამბობ რომ ჯობია რაღაცები გავამარტივოთ გავაუბრალოთ და ისე ადვილად და კარგად მივიღოთ სწავლება ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი საზოგადო ურთიერთობა სამოქალაქო ურთიერთობის თემა და ჩემი ინტეგრაცია ამ საქმეში და სამშობლოს სამსახური ქვია, და ჩემი სული ცხოვრება ქვია. მე ხატო დავიწყე ამ თემით, ხა თქვენ ისეთი თემა ძალიან რთული თემა წარმოჭერით, ხო? რომელიც აბსოლუტურად ესეთი თანახმიანია დღევანდელი ცივილიზაციისა. ჩვენი საზოგადოება იქნება მათ შორის ნაწილი შემადგენელი თუ ევროპული ცივილიზაცია თუ დასავლეთი ცივილიზაცია, ყველანი აი ამ პროცესში მოექცა დღევანდელ დღეს. ეს მდგომარეობა ხიბლისა, ჯერკინმენ ძველი მამები რამდენიხანი ამბობდნენ, რომ ქვეყანა მოსწრაფებით ირღვევა უკვე, იმიტომ რომ ადამიანთა ცივილიზაცია მე დღეს უყურებ რაღაც შიხში შევიდა, შიხში თავის გონების ამპარტავნების გამო, რაღაც წარმოდგენების გამო, იმის გამო რომ რაღაცას მიაღწია ცივილიზაციამ, სადღაც გავიდა კოსმოსში, რაღაცა განსაკუთრებული ტექნიკური საშუალებები მოიპოვა და აქვს ამის საშუალებები, ამით თამამებული ადამიანი შემდგომში აღწევს რაღაც მდგომარეობას, რომელიც ამ ხიბლით ამ სიტყვით გამოიხატება. მოხელული რითი? მოხელული საკუთარ თავით. ეს ახალი მდგომარეობა არ არის. თქვენ ზესაში მოხდა პირველი ეს როცა თავარანგლოზმა, სინათლის თავარანგლოზმა სატანაილმა თავის საკუთარი თავით მოიხიბლა და იმდენად წარმოდგენა შეიქმნა საკუთარ თავზე, შეადარა რა ესე ობიექტურად შეადარა თავის მდგომარეობა და დანარჩენ ანგლების მდგომარეობა მისი ასე თქვა გარეგნული თუ ძალმოსილების გამო და მე თქვა რომ მე დავიდგავ ტახსო მაღლის გვერდზე დავიდებოდა და ვიქნებიო იქ. აი ეს როგორ სადამე შეიძლება წავიდეს ადამიანის მდგომარეობა, როცა ადამიანი იწყებს თავის მიღწევების თავის თავზე მიწერას, ასე თქვა. და არა ღვთისის მადლიერებას და ღმერთს მადლობას. არ და ყოველ ემოციამ აკეთებდა ნიჭისრული ზეგარდან მოარს მამისაგან ათლისა. თუმცა ჩვენ წილვას ვამთავრებთ, გველი ამას კითხულობს. ზოგ შეგწევით და ანუ ერთს განასახიერებს და ეს სულ უნდა გვახსოვდეს, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ადამიანი გასტება ამ ჩარჩოს და დაივიწყებს იმას, რომ ყოველ ემოციამ აკეთებდა ნიჭისრული ზეგარდან მოარს მამისაგან ათლისა. აბა მაშინ ითხოვა ჩემი რა არის? აბა მე რა არაფერი ვარ? არა, ადამიანიც მოღვაწეობს სამწუხაროდ ნეგატიური მიმართულებით. ჩემი არის ცოდვა. დანარჩენი, ანუ ცუდი, რასაც შეიძლება მე გავაკეთო, ეს არის ცუდი, მაგრამ რა თუ სიკეთე მოდი ჩემში და მე მედიუმის ფორმით ამას განვახორციელებ ჩემთანში ვიტოვებ, ეს ყველაფერი ღვთისაგან არის მოცემული. ხა წარმოგიდგენთ, რომ ჩემში რო არ იყოს ღვთის მუდმივი ნაკადი ღმერთთან თანაზიარობის, თანამოქმედების, საწავალ მე ჩემი დაცემით შინაგო ვავლიცი აბა უბსკერო ამ ზუღმუში აღმოჩნდები, ამიტომ მე
თვისიან რომ ჩემ მარადული სული ცხონებას თვის ვიღწვი მე ეს უნდა მახსოვდეს მუდმივად რომ მე თავისთავად არაფერს წარმოადგენ გარდა იმისა რომ თუ მე ვიმოქმედე ჩემი თავით იფხულო ცუდი რაღაცები გამომივადებით არაფერი და თუ მე დღეს ფეხზე ვდგება ცოცხალი გონება მაქვს რაღაცას ვაკეთებ რაღაცას შევქმენი გამომიდა ეს ღვთის მარჯვენით კეთდება ეს და არა ჩემით აი უკვე ადამიანი დაცულია იმისაგან რაც შემდგომში თუ არა ესა მაშინ ადამიანი იწევს განვითარებას ნახეთ როგორ მემართულებაა ხო მე მივაღწიე სიძახის მე ძლიერი ვარ მე იმას უკეთესი ვარ ნახეთ ის არა მე ის არაფერი არ არის მე ვარ აქ და რა მე შეიძლება მე თუ მე ვარ მაშინ მე შემიძლია სხვაზე ვიბატონო ან კონდეს იმის პრეტენზია რომ მართო რაღაცები აუ თუნდაც სახელმწიფოები მართო ან დღეს ვიყავ სოფლიოს მართვა ინდომებს დღეს ხო მე რაღაც არ ვიცი ხა მე არა ვარ ესეთი ღრმა სულიერი კაცი რომ ეს გავსაზღვრო მაგრამ მე მგონი რაღაც ფინიშტორზე გავედით მართლა ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ისეთ რაღაცები ხდება ესეთი დრო ისე დაჩქარდა ყველაფერი ამ მიმართულებით ისაც მეგონა არ იქნებოდა მაგალითად დარწმუნებული ვიყავი 2-3 წელს წინათ დღესაც ჩემ თვალწინ ხორციელდება ეგ რაღაცები და ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიცით რომ უნდა მოვიდეს ის ანტი ვინც ამ სწორედ აი ამ საოცარი მდგომარეობით იქნება საკუთრებში და იმიტომ იქნება მას იმძელარების ბოროტი რომ სწორედ აი თავის თავს ესე წარმოიდგას და სწორედ ახმოდის მე რეგულოთ და აქ 1000 კიდე სხვა აზრს გიდებს თავში, აქ კიდე სხვა რაღაცებს გეუბნება, კიდე უფრო იხილვები საკუთარი თავით და მე მდგება მდგომარეობა. მე არ ვიცი, ვინახავს ხან ეკრანზე, ხან სპიდაბაში ხვიდი ადამიანებს ხან, რომელსაც უკვე სულიერი ფსიქიკური წონასწორობიდან არიან გამოსულები, მათ სახეზეა ასახული ესა, სხვადასხვა ფორმის, ზოგიერთი აგრესიულია დაუშვათ, მეორე ვიღა თავდაბალიებით რომ ძალიან და რაღაც ესეთი უკვე აღარ არის ეს მისი ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა. და იმდენად რთულია ეს მდგომარეობა, რომ მამები ახლა მამებს სიტყვას ვეტყვი, სიგიჟეს გავს. დღევანდელი ცივილიზაციის აი განვითარების ეს მდგომარეობა სიგიჟეს გავს. რაღაც თვითონ ნორმალური მდგომარეობიდან გამოვიდა ეს ყველაფერი და ძალიან რა უშუალოდ მოდი ჯერ როგორ დავიცვალთ საკუთარ თავი. მე თქვი წეღა რომ უნდა ყველაფერი ღვთის სიკეთეს მივაწეროთ და არა ჩვენ თავს. თუ ჩვენ თავი დავიწყოთ ჩვენ თავზე ამას, მაშინ კიდევ ნელ-ნელა საფეხურით მივდივართ საკუთარი თავის წარმოუდგენები და შემდგომში რაღაც განდიდებისაგან მე მიდის ეს ამპარტავნების თემა და მე მიდის ხიბლი. იცით, აი ჩვენთვის უნდა იყოს უპირობო ავტორიტეტი ეკლესია. თვითონ ინსტიტუცია უნდა იყოს უპირობო ავტორიტეტი და ამ ეკლესიას საუნჯე ჩვენახურის სწავლება ჩვენ. და ამის ნიშანი რა არის? როცა შენ თავდაბალი ხარ. აი, მე არ ვიცი რაღაც გამოვლენებაზე ვიღაცა მაგალ ქუჩაში არის პირობით ლაპარაკობ რა, უხეშად ხელი კრაში გაგინე რაღაცა და შენ რაღაც საფრთხე რეაქცია გაქვს. ამას არ ვიცი. ზოგადად წარმოდგენების სახით თავდაბლობა ნიშნავს რომ მორჩილი იყო ეკლესიისა. ადამიანი რომელიც ეკლესიის მორჩილია და ემორჩილება იერარქებს, იერარქიულ ამ ყველაფერს ამას ემორჩილება, ის დაცულია ამისაგან. იმიტომ რომ მათი იერარქების მოვალეობა, მაგალითად ხუდლებისა მარევლის მიმართ, ეპისკოპოსებისა სამრევლოსა და ხუდლების მიმართ ასე და რომ და მათ მიეცემათ საშუალება რომ გირთხრან, გირჩიონ, დაგანახონ შენს მორჩილებაში როცა ხარ აი ამ დაცულობაში შედიხარ, რომ ეპისკოპოსის ფარეხში ხარ როგორც ხვარი, ის გამოგიყვანს, გაძოებს და შეგიყვანს და დაგიცავს შენ. ეკლესიას გულისხმობ, ეპისკოპოსი ეკლესიის განსახიერებაა. სადაც არის ეპისკოპოსი, იქ არის ეკლესია. სადაც არის ეპისკოპოსი, ეკლესია ვერ იქნება. და ეს კრება, საერთო კრება შემდგომში ეპისკოპოსებისა ქმნის მმართველობის იმ ფორმას, რაც საზოგადო მმართველობის ფორმა ქვია, შემდგომში ირჩევა პატრიარქი, რომელიც ადმინისტრაციულ ფორმით განაგებს ამ ეკლესიას და არის სულიერი ავტორიტეტიც და კარგი ამეროს მენეჯერიც უნდა იყოს თავისთავად კარგი და ეკლესიას თავის პოლიტიკა და ეკლესიის პოლიტიკის სწორი დამნახავიც ხდება შემდგომში და როცა ირჩევენ პატრიარქს, ესე აქვს კრებებს, ესე აქვს ხოლმე თავში ძალუჩ და სულსაწმინდასა და ჩვენსა. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევის პროცესი, ეს არის ძალიან ისეთი მისტიკური პროცესია და ჩვენ ამ ყველაფერს ამას ვემორჩილებით და ვიღებთ ამას, რა თქმა უნდა, ვეხმარებით ამას მმართველობაში ყველაფერში და ასე რომ სიმშვიდე ეკლესიის არის გამსაზღვრელი ერთ-ერთი უმთავრესი. პირველია საწმუნების წმინდი შენახვა და მერეა სიმშვიდე ეკლესიაში. აი ამას უნდა ემსახურებოდეს ყველაფერი და ადამიანი რომელიც აი ამ წიაღში რჩება, ის დაცულია ამისაგან. და შემდგომში როცა მიაღწევს იმ ხიბლის ამ პარტავნის ინფორმაციას ხიბლი ქვია, მე პატრიარქის სიტყვები მახსოვს მომისმენია, რომ აი ამ მდგომარეობა ადამიანს გამოყვანა შეუძლია მხოლოდ სამების სასწაულს.
ესე რომ ჩვენ ვიღაცას თხოვოთ, ეს ადვილი აღარ იქნება, მთელი ცხოვრების პროცესი შეიძლება დაჭირდეს იმას, რომ ადამიანი გამოიყვანო ამ ხიბლის მდგომარეობიდან. ამიტომ ჯობია ჩემო კარგებო, რომ აი საშიშია და ტანშიც მზარავს ეხლა იმის გაზრება, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დაეცეს განადგურდეს მისი სულიერი შინაგანი სამყარო, სწორი და რეალური. თორე ხიბლის მდგომარეობა სულიერი მდგომარეობაა, მაგრამ ეს არასწორი სულიერი მდგომარეობაა და რამხელა ტკივილი იქნება, როცა ერთი სულის დაკარგვაც კი რამხელა პრობლემაა. ამიტომ გაუფრთხილეთ საკუთარ თავს, მიცემთ იმის უფლებას საკუთარ შინაგან მეს და ეგოს, რომ ეს ამ პარტნიორების რაღაცა აზრები ჩამოვიყალიბეთ საკუთარ თავში, კატეგორიულად გავექცეთ ამას, თორე ეშმაკის კლანჭებში აღმოჩნდები და შემდგომში ისე თლიანად სვრის ჩვენ გონებას და სხვანაირად ხედავთ სურათს. ერთი და იგი მოვლენა შეიძლება სხვანაირად დაინახოს იმან და სხვანაირად დავინახო მე და მე გვიკვირს ხოლმე ისინი ჩვენ გვეძახიან რაღაცა ჩვენ ვფიქრობთ რომ ისინი სხვანაირად არც მიკვირს მდგომარეობა, იმიტომ რომ ამდვილად აცნელია ეს გზა ხსის გზას და მიდით ძალიან ძიმე მდგომარეობამდე და დავიცვათ ნურც ღოდრების მოვალეობა ეს როცა შენიშნავ სადმე უთხრან და ეს და მრევლი ვარდებულია რომ მოძღვრისაგან მის საკუთარი მოძღვრა დაინახავს ამადა ისეთ წვის იმას რომ რაღაცა ესეთი შენ ამ პარტნიორების მდგომარეობა რომ აღარ წავიდეს და აღარ გაიშალოს ეს ყველაფერი თორე მე ბევრი იცით ვერაცნობიერებს ამ მდგომარეობას თვითონ ისეთ რთულია ამის გაცნობა ნაწილი შეიძლება საცნობიერებს, მაგრამ ხო, არ უნდა ამის დათმობა შენებში, იმიტომ რომ ეს ქვეყნიერი პატივი შეიძლება ამასთან იყოს დაკავშირებული, შეიძლება ფინანსური უამრავი რაღაც შეიძლება დაკავშირებული ამასთან და ამისგან განშორება არ უნდა შემოგარგო. რა უნდა გვახსოვდეს მამაო? მაშინ თუ შეიძლება კითხავთ, იმიტომ რომ აი ხშირად მამაო, ეხა ვისაც მაგალითად მამაო იცის რომ აი სიტყვაზე 2 კვადრატი მიწა ხარ ხო? აი რატო უნდა იყო ამ პარტავანი, რატო უნდა იყო ხიბლში, იმიტომ რომ ბოლოს მაინც მიწა შეიძლება გჭამოს ხო და აუცილებლად ხო? ეს კიდე კაი ვარიანტია, შეიძლება ისე გააკეთო საერთოდ ვერ იმასაკნა, მიწაშიც ვერ დაიმარხო, ისეთ ხიბლში იყო ხო და წარმოიდგინეთ მამაო, ამ შემთხვევაში მამაო, ეს არა გვაქვს შეგნებული თუ რატო არის, აი თუ მდგომარეობით ვართ რაღაცა დღევანდელით გატაცებული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მამაო ფაქტია, რომ ის ადამიანები, ვინც ხიბლში არიან, არა მარტო თვითონ იღუპებიან, არამედ მთელ იმას რა ქვია, ირგვლივ მყოფებსაც ღუპავენ და ირგვლივ მყოფსაც ხო მოეთხოვება ეხლა მე რომ მაგალითად სულ მდგომარეობაში ვარ და მამადავით ყოველდღე თქვენთან რომ აქვს ურთიერთობა და თქვენ რომ არ მეუნებით ამას, ხო? ეს ხო თქვენც მოგეკითხებათ, რომ ამ ადამიანს ასე რჩოდი, გეთქვა, რომ ავათარი რა ადამიანი რა. უნდა უთხრა ჩვენი ვალდებულება ესეთი რომ უთხრათ გასაგებია, ახლა ერთი ძველი წინასწარმეტყველი ამბობს რომ უგუნურსო ნუ ამხელო თორე შეგიძულებსო და გონიერი ამხილო, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ესე მე ვერ გამოვარჩევ ხა გონიერს და უგუნურს თუ ხედავ რაღაცა მოვლენას, ეს არის ღვთის მოვალეობა სწორედ და ახლა ის ძველიც შენიშნის საქმეს ეძლევა ეს, რომ დაინახოს შეაფასოს მოვლენა და უთხრას თავის მრევლს. ახლა რამდენად ის მიიღებს ამას, რამდენად არ მიიღებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე მუფალი მეტყვის რატო არ უთხარი? ხო, მე პირდაპირ ვიქნება, როცა მე უთხარი და არ დამიჯერა, ხო? და როცა შენეუნები არა რაღაცის გამო არ ეუბნები ამას, არა? ნუ რა თქმა უნდა ეს არ ვიცი, შეიძლება მართლა მოგიძულოს. მე მირჩენია, კიდე მირჩევნია, აი წარე იყოს ეს ყველაფერი და მტკივნეულად იყოს ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ ამან დაანახოს ეს მოვლენა, თორე თავზე ხადა გადასმა შეად არ შველის ამ პირიქით შეიძლება ცუდ დათო სამსახურს უკეთებთ ხოლმე ადამიანს. რა ვიცი, აი როგორ დავიცვა თავი ახლა თუ გვამისთვის სინათლის წყარო თვალია, მთელი სულისთვის სინათლის წყარო გონებაა. ეს ჩვენ სახარები და ვიცით ამის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ხიბლის როცა ლაპარაკობთ, აი რა საქმე იმაშია, რომ ამ ხიბლი როგორ შემოდის, ის რაღაცა პოპულარული თემებით, რაღაც თანამედროვე რაღაც აზრებით, ფილოსოფიებით, თანამედროვე, ავით იდეოლოგიებით, ამავე დროს მოდური ხდება, ტრენდული ხდება, გონება ამას თუ შენ ამას იწყნარებ, ნელ-ნელა, შენი ეს გონების სულის სინათლე, გონება იკლებს ამ სული ხედვის ამ იკლებს დაბლდება და მე უკვე ვეღარ ხედავ შენ ამას და შენ არც იცი შენ რა მდგომარეობაში ხო? შენ ეს რეალური მდგომარეობა, არცად შეხა შენ ხარ მდგომარეობა, ეს არის რეალური მდგომარეობა. ის არ არის რეალური მდგომარეობა. ხო, გონია თუ ჩვენი მდგომარეობა არ არის მდგომარეობა და თავი მდგომარეობა სწორი მდგომარეობა. ჩვენ ხედავთ ამ გარშემო, ჩვენს გარშემო არის ეს ვითარებები, ხედავთ ჩვენ როგორ არის, ხო? უამრავი იდეოლოგიური დაპირისპირებებაც არის, დაუშვათ თეოლოგიური ფორმითაც არის დაკავშირებული. ამდენი სექტა ხო, აი ყველაფერი ამიტომ უნდა დავიცვათ. და როგორ დავიცვათ, იცი? მე
ჩვენთვის ეკლესია აი ის ცხვრის ფარეხია, სადაც ეფარება, ხო? და მე თუ დაცული არა ვარ ამ ჩარჩოებით, ჩემი ეკლესიის სწავლების ჩარჩოებით თუ არა ვარ დაცული, მაშინ ნებისმიერი იდეოლოგია ეს ადვილად შემოახტა ჩვენ გონებაში და მე ეს დაბნელებული გონება სულსაც აბნელებს და მე 1000 რაღაც შეიძლება შეგემთხო ჩემო კარგო ხო და დაიფაროს კიდევ ეძახი ამ პარტავნებიდან ხიფში გადადის მდგომარეობა და იკარგება უმარავი წელი და ძალიან ძნელია აქედან გამოსვლა. პატრიკებში უამრავი წამიკითხავს, რომ როგორ ძნელად გამოდიან ამ მდგომარეობიდან. ყოფილა შემთხვევაში სერაფიმ საროველი გამახდა თავის სულიერი შვილი რომ და მე მთელი ცხოვრება გამოდიო ეს კაცი ბოლომდე მაინც ვერ განიკურდა იმ პარტავნების გამო რაც მან თქვა ასე თქვა და ამიტომ ჩვენ ახლა ჯობია არ შევიდეთ ამ ეშმაკის ბადეზე ამ ნავზე ფეხი არ დავადგა თორე მე ძალიან ძნელი აქედან გამოსვლა მე ჩემი არ გეგონოთ ახლა რომ ვიღაცა ალბათ დაცულია მაინც და მეც ამისაგან მაინც და არა ძალიან შემოდის ბევრი ესეთ რაღაცები მეც ამ თანამედროვე საზოგადოებაში ცხოვრობ ჩემსაც ეს რაღაცა მონაბერი ახალი იდეოლოგიები თავში გადიძვ მაგრამ მე ვცდილობ რომ რა არის ჩემი ხელმოსაჭირი აი რგოლი გადარჩენისა წყალში ეს არის ეკლესიის სწავლება და ის სწავლება რასაც ჩვენ სარწმუნოების დოგმატების საკითხზე ქვია ისე მამათა ეს ყველაფერი სწავლების ფორმა ჩვენ გადმოგვეცა ახალგაზრდობაში და ეკლესია რომელიც ამას იუნჯებს აიცავს ხო ეხლა თუ ჩვენ მარტო სამართლიანობით გავჯით იცი რა არის ხოლმე ქართულს ჩვევია რაღაც სამართლიანო მაღალი განცდა აქვს ქართულს და სამართლიანობა ეს რაღაც მიწიერის ფორმაა რაღაც საზოგადო ურთიერთობის ფორმაში რჩება სამართლიანობა ჭეშმარიტება უნდა იყოს რა არის ჭეშმარიტება ახლა სულ ამ მithქვამს ამ ეთერშიც რომ აი ნახეთ ორი ძმა ერთმანეთში კამათობს და ჩხუბობს ხო რაღაც საკითხზე ქართველთან ნახევარი ამაზე და სამართლიანი რო კითხოთ ამას რაღაც პროცესიც მართალია რაღაც პროცესიც მართალია ხო მაგრამ ნახეთ არ არიან ჭეშმარიტები იმიტომ რომ ჩხუბი და კამათი ჭეშმარიტებას თუ გუნავს ჭეშმარიტებას ფექვეშ თელავს აბა ვისაც ჭირდება შენ სამართლიანობა თუ ჭეშმარიტება ანუ უპირობო და აპრიორში სიმართლე და უსრულესი რეალობა და ის დაგმე და რაღაც ადამიანის სიმართლეებს ეძებ ერთმანეთზე იმას ეკუთვნის იმას არ ეკუთვნის ჯერმე ეს ყველაფერი არის ამაო და ფუჭია ყველაზე კარგი არის ჭეშმარიტება დავიცვას სრული ჭეშმარიტება სისრულია რა იცი მას არც რამის მიმატება ჭირდება არც რამის გამოკლება ჭირდება თორე ადამიანის სიმართლეს შეიძლება რაღაცა მიუმატოთ რაღაცა გამოვაკლოთ ერთი პატარა ნიუანსით რომ მიუმატოთ უკვე სასწორი იმ ხარეს გადაიხრება ის სიტყვა აქეთ გადმოიხრება ის ჩემთვის ის არის სიბრძნე და გონიერება და გონიერების ბრძენი ადამიანი ვინც ბალანს დაიცვა იცი ფიქრობს არა თავის რაღაცაზე ამ საკითხში არამედ აი ამ საკითხის სისავსეს და თავის თავში როგორ შეუწყოს ხელი მაგრამ ეს საკითხი იყოს სისავსით იმიტომ რომ ეხლა ნახეთ როგორია თუ ეხლა მე ერთმა ცხوارმა დავიწყე რაღაც ეს საძოვარზე რაღაც დევნამ საძოვრისა დანარჩენები აბა როგორ მაგრამ მიჩვენა მთელი საძოვარი იყოს დაცული რომ ყველა მე შემხდება იმასაც შეხვდება და ეს საძოვარი დაცული იქნება მარადიული ფორმით რაღაცა მე ჩემი მოიპოვ რაღაცა სხვები და განზე დარჩენ ამ ჩემ ამ აქტიურობის ამ ფორმამ თლიანი ინსტიტუციის ფორმი რაღაცა ფორმით შეუქმნას ან ჭრდილი ან გაუგებრობა შექმნას არაფერი ფასი არ აქვს და ამიტომ ხიფში ადამიანს გომრეთ მაგას აკეთებს დაუშვათ რომ ჯერ თავისი მოაქვს ხო და სხვათა შორის მამო ვაკვირდები ხოლმე და ნუ ანუ ყველანაირ მდგომარეობის ამბავში ვაკვირდები და ამ პარტავანი ხდება მე თან მამო ხიფში მყოფი ადამიანისთვის სხვა ავტორიტეტი არ არის და მართალი არ არსებობს აი მართალი რომელიც რაღაცას რო გეუნებიან ვერ იტან აი სიმართლეს რო გეტყვის ვიღაცა შენიშვნას ვერ იტან უკვე შენი მტერი ხდება და ნენელა იზოლირდები ადამიანებისაგან მამო იმიტომ რომ აი დააკვირდით ვინც არის აი ეგეთ ხიბლში და ამ პარტავნებაში ვერ იტანენ სხვა ადამიანებს და ბოლოს მარტო რჩებიან და მე თავის მართლებას იწყებს რომ აი ესეთები არიან და მე ვერ გამიგებინ იმიტომ რომ მე სადღაც სხვაგან ვარ და რაღაცა და შენიშვნას ვერ იტანენ მამო ამ პარტავანი ადამიანები იმიტომ რომ თავის კერპი არიან თავის შექმნეს კერპი და თავის ამ კერპს თავის კერპს თვითონ ეთემს თაყვანს და ვინც ამ თაყვანს არცებს ის მტრად და იშორებენ აბა და მე რჩება მარტო რჩება ხა რა ეშმაკსაც ეგუნდა დაგიგუნოს ხო ნამდვილად ნუ მისთვის ახლა ერთი დაღუპული სული უდიდეს გამარჯობა და ჩვენთვის ერთი დაბრუნებული სული უდიდეს გამარჯობა არ ვიცი ვამობ რომ ძალიან უნდა
დიდი სიყვარულის გამოავლინოს მოძღვარმა ან დაუშვათ ეკლესიამ ჩვენმა ან ზოგადად ყველა რომ ეს ხალხი რომელიც აი ამ მდგომარეობაში არიან ეს კრებითი ფორმა იქნება თუ ერთი იქნება თუ ორი იქნება როგორმე ამისებ ეკლესიის წიაღში დაბრუნდნენ ისევ სიყვარულით ისევ მოფერებით არ ვიცი აი იცი როგორ არის ხო ამ გამრავლებით და ცოდვისათაო განხმეს სიყვარული მრავალთა ხო მე შეიძლება მე ადამიანს არ შეხვედრიბა და მე მასთან შეხებაც არ მქონია მაგრამ მაინც მგონიო რომ მას რაღაცა დააკლდა აი სიყვარული დააკლდა რაღაც მოფერება და სადღაც ბოლომდე არ მივიყვანა თვითონ მივიდა თვითონ ხო თვითონ რაღაცა აი ეს ამ ხლართებში გამულმა რაღაცა მე იპუვა ვითომ რაღაცა სრუ რაღაცა კუნძული სიმშვიდის და იქ შევიდა გონია რომ იქ არის და ან არ იყო კიდევ ვიძახი იცით რა მოთმინება და თავდადლობა არ იყო რომ დამორჩილებოდა ეკლესიას არც ინსტიტუცია არც ინსტიტუცია არ შეიძლება იყოს მიწერ ნაწილში სრულყოფილი ხო იქ რაღაც შეიძლება ღუდლისგან რაღაც არ მოეწონა შეიძლება ვიღაცგან რაღაც არ მოეწონა და ამის გამო მე ეკლესიიდან განაწყენებული გაადის აი ეგ დგება რომ სად ბავშვით იყავით როცა უფალი გეუბნება რას ნიშნავს ბავშვით თუ ბავშვები არ იქნება ბავშვებით არ იქნები თუ სასופები შეხვათო როცა პატრიარქს მომისმენია როცა ბავშვს დედა დატუქსავს და დასჯის ბავშვი კი ტირის წინს მაგრამ მაინც დედისკენ და კალთაზე ეხება ხო აი ესე უნდა იყოს ადამიანი თორე წენა უამრავი შეიძლება შეხვდეს ადამიანური ფორმით წენა მაგრამ ის წიაღი რასაც ჩვენ ეკლესია ქვია რჩება უპირობო უსავსისებს სიწმინდედ რჩება და ეს ნუ გახსოვდეს და აი ეს არის თავდადლობა სწორედ რომ მე არ წავარ საიდან აქ ჩემი ცხონების წიაღი აქ არის ხო ის რაც ხდება ზოგი პიროვნულია თქო უნდა ზოგი მას მოიკითხება მე არ ჩემს ხვიცოდოთ მე არავინ მომკითხავს და მე ჩემი სული ცხონებისათვის ეს აქ არის ჩემი სულის წიაღი სხვაგან არ არსებობს ეს წიაღი აი ეს მარტივად და უბრალოდ უნდა დავიცვათ თავი და კიდევ მკურნალობა კიდე სხვა სფეროა რომელიც ძალიან მძიმე ფორმაა და თან მამო ხანდახან ხოლმე ისეთ აი ეს ხიბლი ისეთ მდგომარეობას იძენს რომ უკვე სულიერ მკურნალობას კი სამედიცინო საჭიროებს ხოლმე მამო წარმოიდგინეთ ხშირად არის ხოლმე რომ ჩაუბერია რა ადამიანს იმის გამო რომ აი ესეთ ხიბლში ასეთ იმაშია რომ უკვე ნერვოზი იმაში გადასულა მამო და ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ამ პარტამონება და ხიბლი მამები ამ არის სიგიჟეა ფსიქიკური პრობლემა უკვე მამები ამას პირდაპირ თავის სახელით ქართულად ქვია მას სიგიჟე ქვია ხო ეს არ არის ფსიქიკური მდგომარეობის ჯანსაღი ეს არის აბსოლუტურად აცნენა ფსიქიკური მდგომარეობიდან გადახრა კიდევ ვიღაცა სიმშვიდე გამოიხატებს ამას და ეს ამ მდგომარეობაში რაღაც ისეთი ესპექტაბელური დინჯი წყარი და განსწავლული შეიძლება იყოს ვიღაცა აშკარად გამოხატავს ამას აგრესიულია და რაღაციური მაგრამ ეს ორივე ფორმის გამოვლინება ერთი წერტილში იყრიტავს ეს არის ხიბლის მდგომარეობა საერთოდ ადამიანს ვიღაც ეგონოს ვიღაც ადამიანი უკეთესია ეს უკვე პრობლემურია უკვე არ არის ჯანსაღი სულიერ მდგომარეობა და როცა შენ მდგომარეობაში ესე მოდიხარ ეს მდგომარეობაში უკვე ნიშნავს იმას რომ შენ არ ვიცი ამ გეწყვის მოძღვარი თუ შენ თან მიხვდი ამას აი ამას შინაგანი კულტურა ჭირდება ამას სულიერ განათლება ჭირდება ამას ეკლესიაში ყოფნა ჭირდება ელემენტარულად იქ ყოფნა აი ის გარემო საჩენ ეკლესიაში ხარ შენ პირდაპირ არ მოვიდეს მოძღვარი არ გითხრა შენ ახლა ხილში ხარ მაგრამ იქ რომ მოისმენ წაკითხულს გაიგებ ხახარება იქნება აუცილებლად ანგელოზი მოგიტანს და გულში ჩაგიდებს რომ აი ხედავ ის შენზე იყო დაბაში ნაბიდა ეს შინაგანი სინდისი მე ვინმე უკვე იცის კაცმა კაცსა განმა სულმა რომელა კაცსავეთანა ყველაზე კარგად სინდისმა იცის და ყველა შენმა სულმა იცის თუ ეხლა ჩაოლებრი უბრალო გონიერი ადამიანი ხარ ჯანსაღი ფსიქიკით არ შეიძლება შენ ტაძარში დადიოდე და ამას არ ხვდებოდე და არ მიგახვედროს უფალმა არ მიგახვედროს ანგელოზმა იმ წიაღმა სადაც შენ ხარ და თუ ეკლესიის გარეთ ხარ იქ ვერ მიხვდები ვერანაირ იმიტომ რომ წუთი სოფელი ამ ესე ნელ-ნელა აგიყვანს დაგანახებ შენ რაღაცებს და მე უკვე ხო და მე უკვე იქ ვეღარ ხვდები არ ჩანს იქ ეს მდგომარეობა და პედიგეთ ეს სოფელი თავი ნიჭიერი ხარ კარგი ხარ აი შენ ასეთი ხარ კარგი მართლებს ხო ვიღაც ამის ბრალია და ასე შემდეგ რამდენჯერ არის ხოლმე რომ შობლებს დაუღუპია თავის შვილები და ისინი რომ აი შენ ყველაზე კაი ხარ და გარეთ გამოდიან მამაო და რეალობაში სხვანაირები არიან და სხვა რაღაცას ეფეთებიან და იქ ამჩნევი რომ ვიღაცა მართლა უკეთესია ვიღაცა თურმე მასზე ლამაზია რაღაცა და უკვე მე მამაო მიდის ეს ადამიანი დეპრესიაში რა ამიტომ აი არ უნდა მოვიტყუ თავი არაფერი არ ზოგადად უნდა ვიცოდე პატრიარქ არ არსებობს ადამიანი ნიჭების გარეშე
იმას თუ დავუშვათ რაღაცა განსაკუთრებული ნიჭი აქვს რაღაცაში ამას განსაკუთრებული რაღაცა ნიჭია ადამიანი შინაგანი სუფთა სიკეთე უდიდესი ნიჭია სუფთა გული და ფართოდ გაღებული გული ღვთისად უდიდესი ნიჭია ვიღაცა რა თქმა უნდა გამოვლენებები შეიძლება იყოს და ახლა არც იმას უნდა შეშურდეს ვისაც არ აქვს ეს რაღაც ნიჭები გამოვლენების გარე და არც იმა უნდა უყუროს ზევიდან იმას ვისაც ეს გამოვლენები არ აქვს თავარი ადამიანი იყოს შინაგანად კეთილი და სუფთა ეს უდიდესი ნიჭია ხო ეხლა წუთისუფერი კიდე თავისთანად ალაგებს ყველაფერს მაგრამ ეხლა ვიღაცა მიირთვის ყველანი აღზევისკენ მიირთვია ხო პოლიტიკური თემა იქნება თუ რაღაც კარიერული თემები იქნება პირველობისკენ მიირთვია არ უთქვია უფალ პირველი არ იყავითო უფალმა თქვა თუ გინდა თუ პირველი იყავითო იყავით ყველაზე ბოლო ხო თუ გინდა დიდი იყო ყველაზე პატარა იყავი აი უფალი არ გიშლის იყო პირველი მაგრამ პირველობის გაგები სწორი და არასწორი გაგებია პირველობისა ან ოქროპირი ამბობს ისო ყველა შეუძლია რომ იყოს მართველიო ყველასო მაგრამ ნახე იყოს თავდადებული და თავგანწირული ეს სხვა რამეა ყველა ვერ იქნება თავგანწირული ხო ამიტომ რავი თუ გინდა პირველობა გახსოვდეს რომ შენ პირველი იმიტომ ხარ დაგაყენო ამათთვის იყო თავგანწირული იმ ჯგუფისთვის აი ოჯახის უფროსი ხარ და შენ გინდა რომ მამაკაცი ხარ ოჯახის უფროსი ხარ და გინდა რომ ოჯახის უფროსად გაფასებდა ხო მაშინ მე აჩვენე მაგალითი შენი თავგანწირულობისა მეუღლის სიყვარულის მიმართ შვილების თავდადების მიმართ შრომას ჩაბმულობის მიმართ რავი აი ეს უნდა აჩვენო თორე ის კი არ მარტო შენ სტატუსი გაქვს და აი მე უფროსი ვარ ოჯახში და ყველანი დაემორჩილეთ ეს ხო ქაოს გამოი ასევია ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმა არ ვიცი გინდა ჯარში იყოს გინდა სამინისტროში გინდა სხვადასხვა არ უნდა გინდა ეკლესიაში იყოს ეს ხო იქაც შენ როცა ხარ მაღალი არ უფრო მეტად ხარ უნდა აჩვენო სახე ქრისტესი ხო ახლა ისე წიდავ ნათელი შენი წერაში გასტათა იხლო საქმე შენი კეთილი ადენ მამასთან ზეცასა ხო ეს მეც მეხება თქვენს გეხება ნებისმიერ ის ეხება და იერარქიას ეხება ანუ დიდია იერარქია მით უფრო დიდა პასუხისგებლობას ყრის წინაშე ჩემო ამიტომ ძალიან რთულია ესა ხო იყო ხა თუ კიდევ ვიძახ შენი შინაგანი მდგომარეობა ნიჭები რაღაცები ხედავ რომ შეგიძლია უფრო მეტი გააკეთო რომ ემსახურებოდეს სხვას ეს არის შენი ყველაზე მაღალი ღრმა ფორმა ქრისტიანობის ისე მამაო რა მაინტერესებს ისით აი ხშირად ხდება ხოლმე რომ სხვისი სახელით სხვაზე ძალადობენ რა აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ ის ხო აუცილებლად მოგეთხოვება ეხა მე რო ვარ მაგალითად თქვენი მსახური და მე რო ვიღაცას ჩაგრავ და აი მამა დავითის სახელით რა თქმა უნდა უფრო ზემოთ ვარ მასზე და ჩაგრავ ამ შემთხვევაში მამაო აი ეს როგორ უნდა დაბალანსდეს ადამიანში იმიტომ რომ აი ძირითადი პრობლემა რა არის საქართველოში მამაო ერთმანეთზე ძალადობენ აი მაგალითად აი შეიძლება ვიღაცა კარგი ადამიანია ვიღაცა ის სიტყვაზე თანამდებობის პირი მაღალი რა ან აი სკოლის დირექტორი მაგრამ ვიღაცა მასწავლებელი შე რაღაც მოსწავლე ხარ გერევა მაგალითად აი აქ მაგალითად აი ვიღაცა პატრულმა შეიძლება დაგჩაგროს მაგრამ მაგის უფრო შეგხვდეს და იმ შვენიერი ადამიანია მაგრამ ეს რატო გამოეპარა ან ეს რატო ხდება აი თუ შეიძლება მამაო პოლიტიკურ თემას კი უბრალოდ თანამდებობები გავიგე მიხდეს ხალხი მე ცხოვრება ასე შეიძლება ითქვას ერთი შრომის ნაწილი მქონდა ფიზიკური შრომის მეორე ადმინისტრაცია და ახლო 30 წელია ადმინისტრაციის სამსახურში ვარ და ადმინისტრება არ არის იოლი ძალიან რთული ადმინისტრაცია აუცილებლად გამოგეპარება ხო აუცილებლად რაღაცა მაინც გამოგეპარება მე ამას თავი რეაგირება მოყვება იმის დაწინაურება იმის დაწინაურება იმის საყვედური გააყვანა გამოყვანა ეს ხდება ეს ვერ მოხდება იცით ერთი ადამიანი ამ თემობაზე ნახეთ როგორია ამ თემობაზე შვენიერია კარგია როგორც კი მიცემ ზევით ამონებას უკვე სხვანაირ რაღაცა ამჟღავნებს ხო ამიტომ ეს ყველა დონეზე ყველასთვის ესეა შეიძლება ისე ლაპარაკო პირობითად კარგი იყოს 20 მეთაური მაგრამ თუ 100 მეთაური გახდება შეიძლება ვერ იყოს 20 მეთაური ხო ამიტომ ჯობია რომ იყო კარგი 20 მეთაური ვიდრე ცუდი 100 მეთაური ხო აი ეს ამიტომ არა ეს მე უნდა ლაგდებოდეს ეხლა როგორ არის ნახეთ ამას სისტემა უნდა ისეთი უნდა იყოს ეხლა პირობითად სრულყოფილი ეხლა ყველა სრულყოფილი ვერ იქნება ადამიანური შექმნილი მაგრამ ისეთი რომ ესეთ ადამიანებს არ უნდა აძლევდეს საშუალებას რომ ეს გამოამჟღავნოს ან თავისი ესეთი სრულ რაღაცა დავალება ვითომ შეასრულოს და ადამიანები დააჭერა არ უნდა მისცეს საშუალება რაც სისტემა უფრო დახვეწილია მოდი ამას ვიტყვი სრულყოფილი არასწორებს რაც სისტემა უფრო დახვეწილია ამას კარგად ხედავს და გამოვა მე ხა ვლაპარაკობ ჯარზე მაგალითად იქ სისტემა ისია დახვეწილი რომ ესეთ ლიდერებს ვერ მოითმეს იქ მუშაობს სამხედრო პოლიცია რომელიც აკვირდება ამას მეთაურის გვერდშია ეს სამხედრო პოლიცია ნახნარ დასაკეთებს ესეთ რაღაც ფაქტებს გავლენს და მეთაურთან აქვს ამას საქმე და ამბობს რომ ეს თუ რამ იურიდიულ გადაცნობა საერთოდ ანუ მეთაურს გეხმარება შენ პოლიცია შენ ამის დრო არა გაქვს ვინ ვინს აფუჭებს ხო ამით პოლიცია მუშაობს ხოდაშუის მოვიკითხავ მართლა ძალიან ყველა ჯარისკაცს და თან განსაკუთრებით აი სასწაული პერიოდიც არის თვითონ დღეს და კიდე იმ ადამიანს ვინც მართავს უთამდაბლესი კაი კაცი არის მამაო დღეს ჯარების
რავი რა დავარქო მინისტრი ხო? დიახ. ხელმძღვანელი ჯარების და დიდი მადლობა მეუფე გერასიმესთან მეგობრობს და აი მართლა ჩემგან დიდი პატივისცემა, იმიტომ თავდაბალი კაცი არის და მადლობა ამისათვის. მე მეგეთქვა თითოეულ ჯარისკაცთან მეგობრობს. დიდი მადლობა. თითოეულ ჯარისკაცთან მეგობრობს. მისი თავისი განათლებით, მისი ადმინისტრაციის საერთოდ აკადემიური ფორმით, აი რაღაც ესე საოცარ სიტყვა და სიყვარულით. არ ვიცი, ვიხარი ესეთი მინისტრი. ძალიან კარგი ადამიანია, მართლა იუდეს შეწევნა როგორც მორწმუნე ადამიანისა ჩვენს მიმართ ეკლესია ჩვენ ახლა ამ 30-16 კაპელანი ვარ და 30 ეკლესია ვაშენეთ და ამ დურარო მინისტრებს ხარდაჭერა ზოგადად ათხოვნა იქნებოდა. ნუ ბატონი ირაკლი გამორჩეული მადლობა უფარს ჩვენს ყავდა. ამ ახლა ჯარი ვახსენე ხო? ესე უნდა იყოს სხვაგანაც. წინა მინისტრებსაც არ მაქვს მე ის პრეტენზია. მაგას მართლა ამას ვაგე დათქმა. ხო, ვისაც გიჭირთ მით უმეტეს ბევრჯერ მოგიკითხავთ, იმიტომ ჩემგან დიდი პატივისცემა ხო ის პატიმრებს განსაკუთრებით. ძირითადი მე ხა არ მინდა რაღაც გავყო რაღაცა ძირითადი ნაწილი ნამდვილად მეგობარი იყო ჩვენი მადლობა. ის არის ყველაზე კარგი ხელმძღვანელი ვინ ჯარისკაცთან მეგობრობს. აბა რა. ყველა აი არ ვიცი როგორ გითხრათ და ნაპოლეონმა თითოეული ჯარისკაცის სახელი იცოდა. ერეკლემ ოჯახის წევრების პრობლემა 2000 კაცში აი 5000 კაცში ყველა სახელი იცოდა ესეთ. აი ეს რაღაც შინაგანი რაღაც ერთობა უჯრედებიდან იქნება სხეული და ესეთები იყვნენ ვინცაც უყვარს ეს და პატივს თავის და შემდგომში ამ საოცარ ინსტიტუციას. ასეთია ზოგადად მე ვთვლი ერთი დიდი ოჯახია ჩვენი ეკლესია საპატრიარქოს ეს ორგანიზმი ეს მთელი ჩვენი სასულო დასი ვინც ესე უნდა იყოს ყველაფერი და ჩემი სურვილია და ჩემი კარგი ის მინდა რომ ეხა გამომჩა მომიტევე ჩემო კარგებო ყველა გისამძიმერებ და ჩვენი ღვთისმსახურებელი პატრიარქის ამ გარდაცვალებას ხო და აი ეხლა დღეები ველოდებით ეხლა 40 თუნა იყოს მე შემდგომში არჩევნის პროცესები დაიწყება და მინდა ეს ყველაფერი მშვიდობით გადავიდეს ხალხი არ ვიცი უკვე საოცარ შეწევნას გუშინ გოგონას მაშინ ჭიდაობაში გამარჯვებულს ყვება როგორ შეეწია პატრიარქს იყო დარჩენა და თხოვეო პატრიარქს თქვენც მინდა მოგიცნო და საოცარ რაღაც იმ წამებში რაღაც საოცარი რეთი გააკეთა და აი ეს პატრიარქი ხო თქვა რომ თხოვეთ და დაგიხმარებით თხოვოთ უნდა ამ მათაც წმინდა კაცს და დაგეხმარება ნამდვილად ამ ჩვენ უდიდეს საოცრად უყვარდა ქართველი არის საოცრად უყვარდა და არ შეიძლება სიყვარული ზეცაში გარდაცვალების კერკლებული 100 მაგდება ღვთის მადლით 100 მაგდება და პატრიარქს ექნება იმის გადინარება რომ უფალთან თავი ჩვენი სატკივარი მიიტანოს ჩვენ თავისი ლოცვები მიიტანოს და ესეც შესრულდება. ნუ გეშობდა სასოებ ჩვენ ღმერთზე, საშუალო დედა ღვთისმშობელზე და ქართველთა გვაქვს იმედი ქართველთა ერთობის და ქართველთა უფლის სიყვარულისა და ყველაფერი კარგად იქნება. ძალუჩ და სულსაწმინდა ჩვენც ეს იქნება გადაწყვეტილება. და პატრიარქი ვისაც გიყვართ საერთოდ, ხო? აი ყველანაირი სიუხეში დაივიწყეთ ყველასთან მიმართებაში. აი ვით თუ გინდათ რომ აი პატრიარქისგან იყო კიდევაც ეს მოწოდება, რომ აი როგორ შეიძლება მეო ადამიანიო პატივსცემდეს უყვარდეო, ჩემი სასულიერო პირი იყოს ან ჩემი მრევლად თითლებოდეს, რომ ჩვენ ყველა მისი მრევლი ვართ, ხო, სასულიერო პირები თუ არა სასულიერო პირები და ვიღაცას გული ატკინოსო და უხოშოს და ყოველთვის წინ დაიყენეთ ხოლმე პატრიარქი, როცა სხვასთან მიმართებაში ეს უფროსი იქნები თუ რაღაცა შეიძლება მდგომარეობით შეიძლება ვიღაცაზე ზემოთ იყოთ, მაგრამ გეხვეწებით, აი თავმდაბალი ადამიანი პატრიარქსაც უყვარს და ღმერთსაც და ამ პარტავნები თუ იქნებით პატრიარქის მოლოდინს ვერ გაამართლებთ და ტყუილა რაც არ უნდა სურათები დაკიდოთ პატრიარქის რაც არ უნდა საფლავზე იაროთ არაფერს არ მოიტანს ეს უბრალოდ პირიქით მის სახელს შეარცხვენთ და ვინც კარგად მოიქცევით მის სახელს კიდე განადიდებთ უფრო მეტად რა შეხედე როგორი იყო უდეს მუსიყვარული თბილი არ ვიცი ისე ხანდახან მტკივნეულად მაგოდება ხოლმე რაღაცები ჩემ რაღაც ისეთი პატრიარქთან რაღაც ისეთი არ გამომივიდა კარგად და ისე გაიარა ამ ყველაფერმა რომ ერთხელ არ უთქვა არ უნიშნებია რომ მე რაღაცა უხეშად მომივიდა თქვენ წარმოიდგინეთ ურთიერთობაში რაღაც ადმინისტრაციულ თემები იყო რაღაცები ყოველთვის ხო აი ხომ ისეთი თიელი კაცია მოხევია და ქონდა ხომ ეს სიმკაცრეებიც მაგრამ ნახე იცი ას ხვდებოდი ხოლმე ფარგლებში ხო არ თან ოღონდ როგორ იცი შენ კი არ გეუბნებოდა აი ნაკლი რაც შენ გამოამჟავნე იმაზე იყო აქცენტირებული აი რაღაც ამაზე იყო აქცენტირებული შენ კი არ იღებდი აი შენ იტყოდა ამას ესე არა შენ კი ამჟავნე შენ კი არა აი იმ ნაკლზე იყო მიმართული ეს მისი ეს ფორმა
არ მახსოვს რომ იმიტომ რომ ერთად ასწორებდით ხო აი რაღაც ისე გეუნებოდა შეგეშალა მოდი ერთად აი ესე გავალამაზო არ მახსოვს ეს კატეგორიული სიტყვა ეთქვას აი არ შეიძლება რაღაც არა იქნება ესე იქნება ესე ჯობია დაუშვათ აი თვითონ გეუნებოდა აბა იფიქრე აბა შენი ფიქრე და შენ რომ ამას ამბობდი მე უკვე როგორ არის სხვისგან კი არ იყო წამოსული და შენ თვითონ უკვე გულდაჯერებული ამბობდი ამას თავდაჯერებული გულდაჯერებული აი ხო ხედავ ეს ყოფილა და აი ეს ადვილად იყო მისაღები ამიტომ ადვილად რჩება მისი ქადაგებაც აი გულში მიდიოდა ყველა ადამიანის გულში მიდიოდა და ეს არის მთავარი ჩემო სიყვარული გადაწყვეტილება მთავარი იმიტომ რომ ამო საქციელითაც ეგეთი იყო იქადაგებდა სიყვარულზე და სიყვარულს თვითონვე ქადაგებდა უბრალოებაზე ქადაგებდა უბრალო იყო ვისწავლოთ უწმინდესისაგან დაგვი თავის ცხოვრება ამდენ წლიანი თავის ცხოვრება დაგვიტოვა ნახოთ ეს კადრები მადლობა უფას მისი ქცევა მისი მოქმედებები მისი სიყვარული ნახოთ ესე ვიცხოვრობ ეს აი მარტივად მაგალითი გვაქვს და ვიცხოვრობ მარტივად როგორ ვიცხოვრო როგორ მივაღწიო სული ცხონებას როგორ აქე ესე და გააქვს პირადი მაგალითად მადლობა ჩვენ ეს გვაქვს და ნახეთ ჩვენი თვალით ნახეთ ჩვენი ხელით ვეხებოდით მისი ხმა გვესმოდა როგორც მოციქულები ამბობენ და მართლაც მოციქული იყო საქართველოს ისეთი წლები გამოიარა და შექმნა ეს ლამაზი ძლიერი ეკლესია თუ შეიძლება რომ კითხოთ რა ძალიან ვიცი არ ვიცი მოსაყოლად ღირს შეიძლება არა რაღაცა მაგრამ პირადად მინდა კითხოთ რომ თქვენ ყველა ომში ხართ ნაყოფი ყველაფრისთვის თავი გაქვთ ყოველთვის დადებული ისთვისაც ძალიან დიდ პატივს გცემთ მამაო თქვენ და გარდა იმისა რომ თქვენ განათლებული მღვდელი ბრძანდებით ამის იქითაც კი თქვენი მოღვაწეობა დასაფასებელია იმიტომ რომ თან კაპელანი ბრძანდება მამაო ჯარების უფროსი არის მოძღვარი როგორც ასეთი მოძღვრების და მთავარი კაპელანი და თუ შეიძლება მამაო რამე რჩევა თუ მოუწია პატრიარქს ან რაღაც ისეთი ის მომენტი თუ გქონიათ ხოლმე სუ ომებში რომ მიდიოთ რაღაც აი ვიცი რაღაცები არის არ ვიცი მოსდიახ ეს გეტყვით ახლა ესეთი მიმიყვანეს და აი დღეს არ ვიცი რომ პატრიარქი მეუბნება რომ შენ უნდა წახვიდე ჩვენ ბიჭებს ავღანეთში უნდა გააყვე ოფიცერი ვარ მაიორი ვარ მე ვუთხარი კი თქვენ უწმინდესო უნდა მე მივდივარ არა ეგრე არაო შენ როგორც ღდელი ისე უნდა გააყვეო ხო და გამიკვიდა გაუწდი არ ვიყავი ამასთვის მზად ხო და მე ვუთხარი არ მაქვს მეთქი თქვენ უწმინდესობა ეს ურთიერთობის ეს გამოცდილება აი კაბინეტებში უნდა მიხვიდე რაღაცა და ალაგმეთი ნო და ესე მეუბნება შენ რა გონიაო ციდან ჩამოვინა გაგვიკეთებსო ამ საქმესო ჩვენი გასაკეთებელი აქვს საქმეო და მე შე რომ გაგკურთხებო ყველაფერი გამოგივაო ხო აი შემოსვა ჩვენი გასაკეთებელი რაც არის ციდან არ ჩამოვა არავინ არ გაგვიკეთებს უნდა შევეფოთ ამ უღელში ჩემთვის ისეთი მძიმე იყო აი წარმოუდგენლად მძიმე იყო ამ ადმინისტრაციულ ამ სამსახურში შესვლა. Ჩვენთვის უცხო სფერო იყო საერთოდ ეკლესია, ერთი წლის ეკლესიაში ვიყო მისული საერთოდ ეკლესიაში და ჩვენთვის უცხო იყო. აი წარმოუდგენლად ძლიც გადავლახე ბარიერი, რომ მღვდელთან ურთიერთობა დამეწყო და რაღაცა და უცე პატრიარქი ამას მეუბნება და მიცი როცა მე მძიმე საქმე შევეწეოდი ხოლმე სულ მახსოვდა ყურჩი. რომ ამას რა გონიაში მიგაგიკეთებს ამ. ასე გასაკეთებელი საქმეა, შეები ამ უღელში და მოგეხმარება უპალი. ისე ხო არ იქნება. მე არ დამამისწრება, მე 50 ლარი მომცა და უნდა ვიყიდო რაღაცა უამრავი რამე საყიდელი მაქვს და არაფერი არ მაქვს საერთოდ აი არაფერი არ წიგნები მაქვს არ ბარძო ფიცხო არაფერი მე უნდა წავიდე ხო და უკვე ბიჭები აგროვებენ საკმევრის ფულს რაღაცას და ეს ფული სადღაც ჩავდე და უნდა ამყოფინს არაფერში აი რა გითხრათ ქუჩაში ვიღაცა მაჩერებს წირავს მადლე ბარძი ფეშხუ მიყიდე მაღაზიიდან გამოდიოდი ვიკითხე რაღაც გამოვედი და ბარძი ფეშხუ მიყიდა რაღაცა ისე წავიდა ეს 50 ლარი მე წინოს ვალავდი ბოლოს მაჩი ვიპოვე 50 გააქვს აი ხარ ვართ ლაურა მაგარი ხო აი ესეც საოცარი ლამაზი დღეები მახსოვს ლამაზი წუთები ის აუცარი სითბო სიყვარული მოფერება რა ვიცი ისეთი გამხნევება ყველაფრის მიმართ ნუ არ ვიცი ეს ჩემთვის ეს იყო რაღაც საოცარი წლები მავსებს თლიან პიროვნებას და აი არაფრის არ მეშინია საერთოდ არაფრის არანაირი წინააღმდეგობის არანაირი განსაცდელების იმიტომ რომ აი ამ მისთან ამ ურთიერთობაში გავიზადე და შევიძინე ხა ერთია სხვა ფიზიკურთან დაპირისპირების შენი ისა პროფესიონალ სიმხნევე და მეორეა უხილავის შიში ხო ხა მეომას რომელმაც არ არის სულიერი მეომარი წამოვე დროს არ არის მორწმუნე ამას გულისხმობ შეიძლება იმ ტყუის შიში არ ქონდეს მაგრამ იქ რაღაცები შიში იქონდეს სხვა რაღაცები შიში ხო აი ის ხო ვიყავი მაგრამ ის ამ ხელე რამე შემძინა პატრიარქთან ურთიერთობამ რომ არაფრის აღარ და სუმაღას ვეუბნები ხოლმე ჩემ შვილებს იცოდეთ რომ თუ თქვენ გინდა ნამდვილად უშარე გახდეთ უნდა იყოთ მორწმუნე მაშინ მორწმენის გარეშე ადამიანი არ ვერ იქნება შეიძლება ფანატიკურად შეაკვდე, შეიძლება თავზე ხელიც აიღო და შეაკვდე, მაგრამ ეს არ არის
სიმამაცე სხვა რამეა. როცა აი სული სიბრძნით, გაწონასწორებულად, სიმშვიდით ხარ ამ პროცესთან, ანუ ფიზიკურ სიკვდილთან დაკავშირებულიც ამავე დროს და აი მაშინ ახარ მაშინ გამოდის საქმე. მაშინ არის ხედავ სივრცეს. ხა მეტაური როგორია, ეცე დაწამოედნეთ 100 კაცის მეტაური ხარ და ბულაში მიყავს ხო? შენ ვალდებული ხარ. არა მარტო საკუთარ თავი აკონტროლო, რა ჯარისკაცი ევალება. არა ვალდებული ხარ 100 კაცის ქცევები აკონტროლო. როცა როგორ არის, აი ეს უნდა კონდეს. ამ და ლიდერი ხარ. ხა წარმოიდგინე ლიდერი, რომელსაც ნახე როგორ რაღაცოება, ლიდერი რომელიც არ არის მორწმუნე. და ლიდერი რომელიც მორწმუნეა, აბა კითხე ჯაჭვს რომელიც ენდობა. რომელიც შედგენილი გეგმას ენდობა. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მორწმუნეს ენდობა, იმიტომ რომ სანგარში და ომში, სადაც სიკლის სოცხი პროცესია, იქ ურწმუნო აღარ არსებობს. იქ ყველას უფალო შემიწყალეს იძახი და ღმერთო მიშველე და საბოლოო ჯამში ეს მომენტი დგება. და როცა პროფესიონალურად ერთად იგივე მორწმუნე მეთაურია, ჯარის მორწმუნეა, რა თქმა უნდა, იქ გამარჯვების სხვა ხარისხია. ეხლა წარმოვიდგინოთ ეხლა მადლობა ღმერთს, ეხლა ჩვენთან იგეგმება, კიდე გვინდა რომ მინისტრის უდიდესი მხარდაჭერით, კიდევ აცხადებ და ძალების მეთაურობის გენშტაბის უფრო ასე თქვა ოფიცრების მხარდაჭერით ჩვენ სალექციო საათებით შევდივართ სასწავლო კორპუსებში ყველგან. ეს აკადემია, სამხედრო ლიცეუმი იქნება, ყველა კურსები სადაც ოფიცრის კურსებია, ხო, იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენი მეთაური რომელიც არის ლიდერი, იყოს ამავდროულად სულიერ ლიდერიც. კარგად ესმოდეს პროცესები. ეხლა თუ მარტო ჩვენ პროფესიონალური დონით მივართ რა საქმესთან, ნახეთ როგორია მარტო პროფესიონალური დონით. ანუ ნახეთ დავით აღმაშელი პროფესიონალი და მეტი არაფერი არ არის. ხო დაუშვათ, არ არის მორწმუნე ადამიანი. ფიქრობს რომ ამ 800,000 კაცს, 60,000 კაცს როგორ დაუპარისპირდები, ეს არა პროფესიონალურია. არა ვერ შეუძლებელია. მაგრამ სულიერიც აი სულიერიც ამ ღვთის ძალით და უკვე გამარჯვება. ხო და აი მინდა რომ ამ პროფესიონალად ერთად ქონდეთ ისიც, იმიტომ რომ ჩვენ შეზღუდული გვაქვს კიდევ ვიძახი, ესე ტექნიკური საშუალებებით, ფართობით ჩვენი ქვეყნის ფართობით, რესურსები, სოციალური ძალით შეზღუდული გვაქვს და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი უტყუარი რაღი წმენა. აი ამ წმენით ქართველი კაცი ისე საერო ცხოვრებაშიც, იქაც საბრძოლო ვერძეც ძალიან ცხოვრებამ არ უნდა გაგტეხოს, არ უნდა შეგაშინოს, უნდა მხნე იყვე. ჩვენ ივანე ბაკურიანძე ამბობს, ჩვენ ქართული მხნენი ვართო, მარადი ჭირველ ცხოვრებას და ჩვეულნიო. ჩვენმა ისტორიამ ხო უნდა გვასწავლოს, რომ რა არის მხნე ადამიანი, რომ არ გაექცევა პრობლემას, რომ წაიქცევა, ადგება ისე და ფეხზე დადგება. ხო, ქართველმა ეგეთი ხურბლებიც კი გამოიგონა, რომ გადაჯეგავდნენ, მეომრებით ცხენები გადათქერავდნენ, ხურბალი ფეხზე დგებოდა, დიკა იყო და დორისყანა და ესეთია ქართველი შინაგანად. დაუმარცხებელია, თუ მხნეა ქართველია თქო, დაუმარცხებელია. და ჩვენ ისტორიას გადავხედოთ, სადაც წმენის ფაქტორი იყო ყველგან მიმარჯვებული, სადაც ურწმუნოების ფაქტორი იყო, თუნდაც ზნეობრივ გამოვლენებაში იყო ესა. ურწმუნება არა მარტო რაღაცა თეოლოგიაში მჟღავდება, ზნეობაში მჟღავდება საბოლოო ჯამში. სადაც ზნეობის დეფიციტი იყო, იქ წმენის დეფიციტია და მერია ზნეობის დეფიციტი. იქ ადამიანი ქართველი მარცხდებოდა. ამიტომ ჩვენ ისედაც აღდგომა ჩვენ მაგას გვეუბნება, რომ ჩვენ გამარჯვებული ომის მხედრები ვართ. უკვე ომი მოგებულია, უკვე გამარჯვებულები ვართ. უბრალოდ ჩვენი ბრძოლის ადგილი არ მივატოვოთ. ტრიუმფი ჩვენია. უბრალოდ არ უნდა გამოხვიდე ამ ბრძოლიდან, არ უნდა შეგეშინდეს. შენი საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო. არ ვიცი, ოჯახის მამა ხარ, არ ვიცი, მე სახელმწიფო მეთაური ხარ თუ რაღაც ხარ, რაც გევალე, დედა ხარ, რომელსაც გევალება, რომ შვილები აღზარდო და გაზარდო და გაამრავლო ქვეყანა ამ ბრძოლაში ებრძოლა გამარჯვებული ბრძოლა, უპირობოდ გამარჯვებით დამთავრდება, თუ შენ არ მიატოვებ ამ ბრძოლას. აი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს დედისთვის, ბებიისთვის, დიდი ბებიისთვის სასიხარულთა შენს გარშემო, აი უკვე 90 წლის ასაკში 100 შვილები გეყოლება. ხო არა, აბა ის არა 2 მეყოფა, 3 მეყოფა დაუშვა დავიღალე აღარ შემიძლია, ეს ყველაფერი გაქცევას ნიშნავს ისედა. მამან არ უნდა ზოგადად სულიერობაში 8 წლის გარეშე არ არსებობს სულიერ წარმატება. თქვენ თუ დაურიგები ხართ აი პატრიარქს ამ ტვირთთან დაკავშირებით, თუ აი შენი ტვირთია და არ უნდა გაიქცე და ესე რაღაც თუ არ ვიცი, კიდე ერთი გავიხსენებ მაშინ პატრიარქთან. კარგი, თავ მაინტერესებს. ისე მოხდა რომ და ის ისტორია მოხდა მიყავხართ ახლოს. მიტრი დამაჯილდოვეს პატრიარქმა და რაღაც შემატყვა ეთყობა რომ რაღაც ისეთი მე მოეწონა გავაბათ რაღაც საკუთართავი და ეგ იცი რა არის მე ეგ ეკლესიის გირგინია ქრისტესიო. ხო და მას მე არ მიტრას რომ ვიდგავთ და სულ ეს სიტყვები მახსოვს და რაღაც გამარჯვებული და ესეთი დაჯილდოებული კი აღარა ვარ, სულ სხვა პასუხისმგებლობას გვეძნობ იმ ჩემ რეულს უკან ვინც მიდგას და ჩემი მდგომარეობით ჩემი ეკლესიის მიმართ. ჩვენ ყველანი წეგან თქვი აღდგომა მოსდევს ჯვარცმას. ჯვარცმის გარეშე აღდგომა არ არის. ამიტომ უნდა გვახსოვდეს რომ აი გზა იქნება ძალიან მტკივნეული გზა. ვინც იოლ გზას ეძებს, ხო
ხო ვიცით სადმე ეს გზა ფართოდ არის არის. ვინ ქართული კაცისთვის არ იყო ეს თავარი იყო მიზანთა მისვლის აი იდეა. დანარჩენი ქართული კაცი ძალიან რთულსაც მთელი ჩვენი ისტორია ესეთია. ხევის ვაჟას ხევისბერი გოჩა მაგონდება. უცაუნისემ რაღაც სიყვარულ თემებში რაღაცები შეეშალა. ეუბნება რომ ცხოვრება ტანჯვარიო ადამიანის წვალებისთვის არის გაჩვენიო და არ დაგა ვისი გვარი სახარო. ხედავ როგორია ზოგს გონია რომ ცხოვრება სიამოვნებებია, ყველაფერი უნდა მოისურვილო, მოისიყვარულო, არა ცხოვრება არის ძალიან მაღალი პასუხისგებლობა. აი ტანჯისთვის და ტკივილისთვის, რა თქმა უნდა ადამიანი თავი იდეაში გაჩნდა მარადიული სიხარულისთვის, მაგრამ აი დაცემის მერე მართლაც ამ პროცესში შემოდის ადამიანი, იბადება დედის წიაღიდან ტკივილი და ტირილით და მთელი ცხოვრება არის ესა. მაგრამ ბოფარიას გვეუბნება რომ უღელი ჩემი ტკბილია და ტვიტი ჩემი სუბუქარს. ეს საოცარი სიტყვები უდიდესი მხნეობას უნდა მატებდეთ ნეო ქრისტიანს. ჩვენ აი ამ ქრისტეს დები ვარ და ძმები ვართ. ხო გოთა ჩემი მონები აღარ ახავთ, მონამ არაფერი არისო, ჩემი მეგობრები ხართო და მეყუთე ყველაფერი გითხარითო. და აი ესეთი საოცარი სიდიადი სიმაღლით ადამიანი დადის. ერთი ჩვეულებრივ თუ მოკვდავი, მაგრამ ახლა სიდიადი და სიმაღლის საოცარი სიდიადი. აი ეს ხო უნდა ეს შენი სიამაყეა. ეს არის შენი სიამაყე. პავლე მოციქული ამბობს სიკადულ ჩემდა რო ითქვე მე პრინცა ვარ ფარისეველი ვიყავიო ებრაელი ვარ ებრაელი და ჩვენი სიკადული არის მხოლოდ ქრისტეო ისი ჯვარცმულია სხვა რამით არც უნდა იამაყოს ადამიანობა არც ქართველობით სიამაყეა კარგის ნიშანი და არ ჩვენი რაღაცებით მარტო რომ ისტორიაზე პასუხისგებლობა ქართველობა აბა რა შენ რას აკეთებ შენ რა გააკეთე ამისათვის როგორ გამყარდა ეს პროცესი და როგორ რა ესტაფეტას გადაცემ ვის შეაყვარე ქართველი ხო აი ქართველობა არის რომ ვის შეაყვარე აბა აი რა გაგვიკეთებია თორე ესე რაღაცა მედალივით რო დაკიდებენ ის სულ არ არის ის მედალი ჟანგდება მე შენ თუ არ იმას მე ჩემ ვაფასებ ადამიანს პასუხისგებლობა და მოვალეობის განცდის გზნობით ეს ხალი იქნებოდა კაცი არ ამჩნევ ჩემთვის პიროვნება არის მაშინ როცა ესაა გაცნობიერებული რა ნიჭებიც არ უნდა გქონდეს რაც არ უნდა აკეთებს ადამიანი თუ ეს პასუხი და მოვალეობა არაა გაცნობიერებული ის პიროვნება ვერ იქნება ის იქნება მასის წევრი აი ესე აყოლი წუთი სოფლის შარაგზაზე სიამოვნებით მაცხოვრებელი და ავიცი ჰარიჰალორთი მაცხოვრებელი და სერიოზულ ყველა სერიოზულ ადამიანი ყველა სფერ ნაცვლად არ უნდა აკეთებდეს უნდა იაზრებდეს პასუხისგებლობა მოვალეობას ეს არის როგორც ქართველების წინაშე შენი ისტორიის წინაშე შენი გვარის წინაშე შენი ოჯახის წინაშე შენი პერსონის წინაშე შენი პიროვნება ხარ და ქრისტეს წინაშე პასუხისმგებელი ხარ ამ როცა ვლაპარაკობ მოვალეობაზე ნახეთ ადამიანი ვალით იბადება კაცო ხო, აბა ვალი ქართველობის ვალი გაქვს, იმიტომ საქართველოში დაიბადე. სამშობლოს ვალი გაქვს, სამშობლო გაქვს. არ ვიცი, ენა, კულტურა, ყველაფერი ამის ვალი გაქვს და უნდა გადაიხადო ეს ჩემო კარგო. ხო, ყველაფერს უნდა გადაიხადო. უნდა ქართულად გალობდე. უნდა ქართულად მღეროდე კიდევ და ქართულად ცეკვავდე. ამას არ ვითარებდე. შენ ოძახში შვილებმა იცოდნენ ეს ცეკვა. არ ვიცი, უამრავი რაც კი საქართველოს ქვია, უნდა გაამრავლო ქვეყანა, რომ შენი ვალე გადაიხადო და შენ მოევლინა ქვეყანაში. დააფასო შენი სამშობლო, დააფასო შენი სულიერება, ეკლესია, სახელმწიფო გაქვს და ეკლესია გაქვს. ეს ორი ინსტიტუცია ქმნის საქართველოს. სადაც საქართველოს ეკლესია და სადაც სახელმწიფოებრიობა იქ არის კონკურენციაში დაიბადე და შენ ამის წინაშე ვალი გაქვს. ხა წამოიდე კაცი რომელიც მოხდილი მიდის აქედან და ყველაფერი გააკეთა. კაცი რომელმაც ეს არაფერი გააკეთა და მიდის ვალს იქ მოკითხავენ ვალს. ამიტომ ჯობია აქვე გადავიხადოთ ვალი. ყველა წინაშე უფლის წინაშე სხვათა შორის მამო, ეხლა თქვენ გადაცემაში მე მგონი ძალიან ბევრი ხური, მაგრამ აი ქართველი კიდე რო ჯოჯოხეთში მოხდეს და რო ვერცხონდეს, წანუგი ამდენი ტკივილი და ამდენი ის გამოიარა ადამიანო, ამდენი ომები ისინი და ანუ აი ქართველს მაინც რაღაცნაირად ღვთისწყალო ერთმა თქვა რომ აიო თუ გინდათო ღმერთის ირწმუნოთო გადახედეთ საქართველოს და როგორ გადარჩაო მაგაში მიხვდებით რომ ღმერთი არსებობს აი ფიზიკურად ღვთისასწაულით გადავრჩით ამდენად ეს ახლა ჩვენ ყველა ვისაც კი მეტნაკლებად საქართველოს ისტორიის შესახებ ჩახედულია ეს იციან და ჩვენც უნდა ვიცოდეთ ეს რომ ჩვენი გადარჩენა დღევანდელი ყოფიერება დღევანდელისა უდიდეს სასწაულია და მადრი და ღვთისწყალობაა და ეს ხო უნდა დაფასდეთ ჩემო კარგო და რა ვიცი ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისათვის რომ კარგები ვიყოთ და ავიცი რომ ცხონდეთ თავარი ხლა ის არის ცხონდეთ კიდევ და ჩვენ თითოეულ პეროვნულად ახლა ბოლოს აგებენსი თომას კვირაცხოვლობა იყო და თომას უფარი ჩემი და ღმერთი ჩემი ამით დასრულდა თეოლოგიური მთელი სისავსე ხო მანამდე ნათანელის სხვას ამბობს თავშად პეტრეს სხვას ამბობს მაგრამ
ეს არის უფალი ღმერთი ჩემი რას ნიშნავს? ჩემი პერსონალური ღმერთია ჩემი. აი, ვამობრო 100 კაცი ზოიდგეს ტაძარში, გახსოვდეს რომ შენახა და ღმერთია იქ. სხვა არავინ არ არის, არაფერი არ არის, ხო? დანარჩენი. მე არ შეიძლება რა თქმა უნდა მეგობრობაც გაგზელდეს გარეთ, მაგრამ ესე უნდა იყოს. უდიდესი მადლობა, მამა, უღრეს მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის და იმ ლამაზი საუბრისათვის, აი რა მართლა დედას გეფცები ბედნიერები არიან თქვენი ოჯახის წევრები, ქალბატონ ნინოს მოვიკითხა, მართლა დიდი სიყვარულით, რომ ესეთი ადამიანი სახში გყავთ. მართლა რა და დიდი მადლობა და ის მრევლი მამა, ვინც თქვენი დიდი მადლობა ყველას, რა ვინც თქვენ ხელს გიწყობთ. ჯარებს აუცილებლად მინდა რომ დიდი მადლობა ყველა ჯარისკაც, ვინც აი მამავს რაღაც ესე თან უდგა. ეხლა 30 წლის 30 აპრილს არის ჯარების წლისთავია, მისი დაარსების წლისთავია, ყველა ჯარისკაც ულოცავ. მე ულოცავ ჩვენ ეკლესიას რომ ყავს ესეთი ერთგული მრევლი ჯარის სახით და ღმერთმა დაულოცეს ერთობა ქვეყნისა და ერის. ძალიან დიდი მადლობა, მამა, უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ყველაფერს იკეთეს და მე გახლით გიორგი დარასელია და აუცილებლად აი საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს აი ყველაზე რაღაცნაირად გულით მინდა რომ გადამყვნენ თან რა და თუ შეგიძლიათ ჩემები ვინც ხართ მოიხსენიოთ ეს ადამიანები, იმიტომ რომ მალე დაბრუნდნენ საქართველოში, იმიტომ რომ ესეთი ხალხი საჭიროებნი არიან საქართველოსთვის. ნიკოლოზი აი ბევრი მეგობარი ყავდა იქ და თავის მეგობრებთან ერთად თუ შეგიძლიათ თუ ჩაწერეთ მოსახსენებაში ნიკოლოზი მაინც რომ რაღაცნაირად, იმიტომ რომ ეს ადამიანი მართლა გადამყვა თან 10 დღე ჩემი ცხოვრებით იცხოვრა რა, აი ყველაფერი მომატარა და მომალოცა რაც კი შეიძლებოდა ეს ადამიანის საოცრება არის უბრალოდ და რა ვიცი თავგანწირული მოყავსისათვის და აუცილებლად გთხოვთ რომ რაღაცეთ მოიხსენეთ ყველამ ჩაწერეთ გეხოცებით ძალიან აი 1000 კაცმას რო ჩაწეროთ ეხა ბევრი მეყურებთ ძალიან გამახარებთ და მადლობას რაღაცნაირად მეც მინდა რომ სიკეთით გადაუხადო ის სიკეთი რაც მე რა ვიცი გამახარა და მასიამურა ჯერ ბერი პაისის საფლავზე და მთელის მომატარა მამაო და თან ცოდნე იყო ამ ყველაფრის ძალიან გამიკვირდა რაც და ყველაფერი იცოდა და დიდი მადლობა ამისათვის და ხო იცი მამაო რომ არ ეკუთვნის კაც რომ ესეთი რელიგიური იყოს და აი მაინც რო არის და იცის ეს სულს გაიხარდა რა დასვენებლად წავალ თქო რელიგიური გადაცემიდან მაგრამ იქ უფრო დიდი რელიგია დამხვდა და ასე რომ ბედნიერება და სიხარული ყველა ემიგრანტს ჩემგან დიდი სიყვარულით და პატიმრებს განსაკუთრებით მოვიკითხავ და ნიკოლოზი კიდევ ერთხელ თუ შეგიძლიათ მოიხსენიოთ ბედნიერებას გისურვებთ ხვალ საღამოს 8:00 მამა ადამ ახალაძესთან ერთად დაგიბრუნდებით კარგად ზანდებოდეთ დროებით